გამარჯობათ. ვაგრძელებთ ლექციებს დემოგრაფიულ საფუძვლებში. დღეს ჩვენ განვიხილავთ შობადობის კოეფიციენტებსა და ინდექსებს. არსებობს შობადობის მრავალი კოეფიციენტი და ინდექსების რაოდენობაც. ვინაიდან ჩვენ დემოგრაფიის ზოგად კურსს, დემოგრაფიის საფუძვლებს გავდივართ, ჩვენ შევეცდებით შემოვიფარგლოთ შობადობის კოეფიციენტებისა და ინდექსების, ან მოცემულ შემთხვევაში ერთ ინდექსს განვიხილავთ ინდექსის მინიმუმით. იმ მინიმუმით, რომელიც აუცილებელია შობადობის საფუძვლების ცოდნისათვის. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კოეფიციენტს წარმოადგენს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი. შობადობის ზოგადი კოეფიციენტი წარმოადგენს გარკვეულ დროში დაბადებულთა საერთო რაოდენობის შეფარდებას იმავე პერიოდის მოსახლეობის საშუალო რაოდენობასთან. გამოისახება პრომილებში. უჩვენებს დაბადებულთა რაოდენობას მოსახლეობის 1000 სულზე. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი შობადობის ყველაზე მეტად გავრცელებული მაჩვენებელია, იგი მაინც ამავე დროს მიახლოებითი და უხეში მახასიათებელია. შობადობის ზოგადი კოეფიციენტის ფორმულა ხედავთ თქვენ. პატარა n, ანუ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი უდრის დიდი n, რაც გარკვეულ პერიოდში, მაგალითად წელიწადში ცოცხლად დაბადებულთა საერთო რაოდენობა შეფარდებული p-სთან, იმავე პერიოდში მოსახლეობის საშუალო რაოდენობასთან. შეგვიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითიც. მაგალითად, შეფასებითი მონაცემებით ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა საქართველოში 2005 წლისათვის შეადგენდა 50,000, ხოლო მოსახლეობის საშუალო რაოდენობა ასევე შეფასებითი მონაცემებით იმავე პერიოდში იყო 3,884,500. აქედან გამომდინარე, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი უდრის 50,000 გაყოფილი 3,884,500-ზე და გამრავლებული 1000-ზე. რატომ 1000-ზე? იმიტომ რომ უნდა მივიღოთ ეს მაჩვენებელი მიღებულია პრომილებში გამოისახოს. ამიტომ ვამრავლებთ 1000-ზე. პროცენტებში თუ იქნებოდა საჭირო, მაშინ გავამრავლებდით 100-ზე. მაგრამ დემოგრაფიაში მოცემული მაჩვენებლები და ზოგიერთი სხვა მაჩვენებლებიც მიღებულია გამოისახოს პრომილებში, ანუ უნდა ფარდობა გავამრავლოთ 1000-ზე. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ, რომ 2005 წელს შეფასებითი მონაცემებით შობადობის ზოგადი კოეფიციენტი უდრიდა 12,9 პრომილეს, ანუ მოსახლეობის 1000 სულზე იბადებოდა 12,9 ბავშვი. შემდეგი მაჩვენებელია შობადობის სპეციალური კოეფიციენტი. ხედავთ თქვენ, ეხლაც ის არის აღნიშნული. აქ რიცხვებში ასევე დაბადებულთა რაოდენობა, ხოლო რიცხვებში 15-59 წლის ასაკის ქალების რაოდენობა. რატომ? უხეშ მასშტაბებელს ერთი მხრივ, იმიტომაც ვთვლიან ზოგად კოეფიციენტს, წინა რომელიც განვიხილეთ, რომ გაიანგარიშება მოსახლეობის 1000 სულზე. ანუ იმ ათზე, ვისაც საერთოდ არაფერი არ აქვს შობადობასთან მიმართებაში. რა იგულისხმება აქ არაფერი საერთო? ცხადია, მოსახლეობაში შედის ბავშვები, დაბალი ასაკის მოსახლეობა და იმ ასაკის უფროსი მოსახლეობა, რომელიც ბავშვებს ფიზიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე ვერ იყოლიებს, ვერ გააჩენს. ამიტომ მიიჩნიეს, რომ უფრო მართებული იქნებოდა თუ ავიღებდით იმ ქალების რაოდენობას, რომლებსაც უშუალოდ ესაქმებათ შობადობასთან გარკვეულ მიმართებაში იმყოფებიან.
ანუ ფერტილური ასაკის 15-59 წლის ქალები. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე შობადობის ზოგადი კოეფიციენტი. სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი წარმოადგენს გარკვეულ პერიოდში, მაგალითად წელიწადში, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობის შეფასებას ფერტილური ასაკის, მეორე პირობითად 15-59 წლის ასაკის ქალების რაოდენობასთან. გამოისახება ასევე პრომილებში და უჩვენებს ამავე პერიოდში დაბადებული ბავშვების რაოდენობას ფერტილური ასაკის ყოველ 1000 ქალზე. შობადობის სპეციალური კოეფიციენტის ფორმულა მოტანილია. შეგვიძლია კონკრეტული მაგალითიც გავაკეთოთ, რომელიც აქვე გავიმეოროთ, რომელიც აქვეა მოყვანილი. მაგალითად, შეფასებითი მონაცემებით ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა საქართველოში 2005 წელს შეადგენდა 50000, ხოლო 15-59 წლის ასაკის ქალების რაოდენობა ასევე შეფასებითი მონაცემებით იმავე დროს იყო 987300. აქედან გამომდინარე, შობადობის სპეციალური კოეფიციენტი FS უდრის 50000 გაყოფილი 987300-ზე და გამრავლებული 1000-ზე. ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელიც შობადობის სპეციალური კოეფიციენტი მიიღება პრომილებში. ანუ ფერტილური ასაკის 1000 ქალზე გაანგარიშებით. შეგახსენებთ, ზოგადი კოეფიციენტებსაც საუბარი იყო მოსახლეობის 1000-ზე. აქ არის ფერტილური ასაკის 1000 ქალზე. კონკრეტულ შემთხვევაში 2005 წლისათვის შობადობის სპეციალურმა კოეფიციენტმა შეადგინა 50.1, ანუ ფერტილური ასაკის 10 ქალი აჩენდა 1000 ქალი, ოდეში ფერტილური ასაკის 1000 ქალი აჩენდა 50 ბავშვს დაახლოებით. შემდეგი მაჩვენებელია შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი. წარმოადგენს მოცემული დროის პერიოდში, მაგალითად წელი, გარკვეული ასაკის ქალების მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობას. გამოისახება ასევე პრომილებში. შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი გამოიანგარიშება მოტანილი ფორმულით. ფორმულაში NX წარმოადგენს მრიცხველი, ანუ გარკვეულ X ასაკში დაბადებული ბავშვების რაოდენობას. ნიშნელი WX იგივე X ასაკის ქალების საშუალო რაოდენობაა. მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, შეფასებითი მონაცემებით 2005 წელს საქართველოში 20-24 წლის ასაკის ქალებმა გააჩინეს 17924 ცოცხლად დაბადებული ბავშვი. იმავე დროს 20-24 წლის ასაკის ქალების რაოდენობა იყო 150300. ასე დროს შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის იქნება 17924 რიცხველში, ანუ დაბადებული ამ ასაკის ქალების მიერ დაბადებული ბავშვების რაოდენობა და ნიშნულში ამ ასაკის ქალების, ანუ 20-24 წლის ასაკის ქალების რაოდენობა 150300 და გამრავლებული 1000-ზე. ამე თუ ეს მაჩვენებელიც გამოისახება პრომილებში. კონკრეტულ შემთხვევაში მივიღეთ, რომ შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი 20-24 წლის ქალებისათვის შეადგენს 119.3, ანუ 20-24 წლის საქართველოში მცხოვრები ქალები 2005 წელს საშუალოდ აჩენდნენ 119.3 ბავშვს. შემდეგი მაჩვენებელი არის შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი წარმოადგენს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში პირობითად 15-59 წლის ასაკში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას. ეს მაჩვენებელი გამოიანგარიშება შობადობის ერთწლიანი ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამით გაყოფილი 1000-ზე, ესე იგი ერთ ქალზე გაანგარიშებით.
ნუ მიღებულია რომ ერთ ქალზე იყოს გაანგარიშებული. ამიტომ ჯამს გავყოფთ 1000-ზე. იმ შემთხვევაში, როდესაც 5 წლიანი ასაკობრივი ინტერვალებია მოცემული, მაგალითად 20, 24, 25, 29 და ასე შემდეგ, ასაკობრივი კოეფიციენტის ჯამი საჭიროა გამამრავლოთ 5-ზე და შემდეგ გავყოთ 1000-ზე ერთ ქალზე გაანგარიშებისათვის. უფრო ხშირად ჩვენ საქმე გვაქვს 5 წლიან ასაკობრივ ინტერვალებზე. 1 წლიანები ნაკლებად ხდება ხოლმე სპეციალურ სტატისტიკურ ლიტერატურაში და ამდენად არ დაგავიწყდეთ ჯამი ასაკობრივი კოეფიციენტების გაამრავლოთ 5-ზე. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი წარმოადგენს შობადობის დონის განსაზღვრელ საკმაოდ ზუსტ მაჩვენებელს. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით, რომელსაც თქვენ ხედავთ, სადაც f(x) შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტია და ჯამია მის წინ 15-59 წლის ასაკის ქალებისათვის. ნუ თუ ავიღებთ აგერ ქვემოთ კონკრეტული მაგალითია მოყვანილი, სადაც 15 ზევით არის ზედა სტრიქონში 15, 19, 20, 24 და ასე შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები, გარკვეული ინტერვალის ასაკობრივი ჯგუფები, ხოლო ქვემოთ შესაბამისი შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები. ანუ რა უნდა ვქნათ, არის ქვემოთ მოყვანილი მაგალითი, აი ქვედა სტრიქონში მოტანილ მაჩვენებლებს კრებთ და ვამრავლებთ 5-ზე და შემდეგ ყოფთ 1000-ზე ერთ ქალზე გაანგარიშებისათვის. ნუ ქვემოთ განმარტებაა მოცემული, მე უკვე ის განმარტება პრაქტიკულად